Ромის დედასა თაფხავლებს მე ყოველდღე დავდივარ დიკაშა საფრაზე დღეს არ გამომწონხება ქალაქის მთავარმა პროკურორმა იქიდან მიბარა ერთი წუთი განაცვალე ერთი წუთი ირაკლი მთავარმა პროკურორმა იქიდან მიბარა და მე დღეს დიკაშაფრაზე ვერ მივედი იცით რომ იქნება მის ადამიანმა ჯერ გროლოდინა რაც გიწვიდესო ხუთი წუთი პროკურატურის მიმდებარე არიან მხარდამჭერები შემადგენლობები პროვინციის თხოვნა და ისაჯონ და ყოველთვის გიგას კლუბში მე მქონდა მასშტაბიანი კომუნიკაცია და გავადებოდი. დავიდა ის დრო, რა დროც რამე მითხრა და მე არავინ არ დავკავშირე. ისე მაინც დაერეკა და ეთქვათ რომ ვერ მახერხებდა შეხვედრასო. თანამდებობის რომელია პირი, დინახეთ, გამოსულა, მე ვერ შევდივარ ფეისბუქის გვერდზე, ერთი ნახულობ ჩეპოზე და ვიცი რომ მე სადავნებს ვაგრე, მე ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან თუ კი ჩამეხდება, მე მხოლოდ პოსტზე და მეცერები არ ვაკეთებ. და არავინ არ გამოსულა, არავის არაფერი არ იტყობს. ერთი სიტყვა გაუვარდა თურმე სადღაც ბრიფინგზე უკითხავს ჟურნალისტს და ალექსანდრე დალახვერდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ეს ვარიშო მტკნარი სიჭრუეო, სიჭრუე თუა, თუკი არავინ არ ეფარებდა ხელს, მაშინ ახალი სამხილები გამოჩნდა, ახლა რა დაიჭირეთ ეს ორი არასოწოვანი, რატო სამხილები მანამდე ჰქონდათ, მაშინ რატო არ დაიჭირეთ, ხმაურმა შეგაშინათ, მიიღეთ, იმედომეც მიიღეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეხედეთ, მაშინ მოდით ესე გავაკეთოთ. შეხედეთ, ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი მოთხოვნა რა. გოლჯანდით რა. ორი, ნახეთ, ჩვენ გვაქვს მარტივი მოთხოვნა და ავიცილებ. ამ ორი კვირის მანძილზე. ამ ორი კვირის მანძილზე. თქვენ რაიმე ქმედითი ნაბიჯის. იცით, ვიტყვით ამ მაგას არის. ჩვენ ერთადერთი ვართ მთელი ოჯახი. ამიტომ ვიტყვით ჩვენ საუბრობთ. ჩვენ ვერ იდებოდით ხმაურს. ჩვენ ვერ იდებოდით ამ ყველაფერს. ამიტომ როგორც გითხარით, განიურზე მეტი ადამიანი პროკურატურას მაგრამ ერთი ნაბიჯები არ ყოფილა. ახლა ჩვენ უკვე გავაჟღერეთ. უკისრული ექიმად მივაწოდეთ. ორ კვირაზე ცოტა მეტი დროს გიწევს, დავიდეს ეშობა ახალი წელი, ვაიანბრამდე გაძლევთ თოდას, გამოიდეთ ის ნახევარფაბრიკატული მასალა რო გადაეცით. და მე რო საქმის დეტალები ხელში არ მქონია, უფლება არ მომწეს. თითი არ დამიწერებია, დაზარალებული ხო ვიყავი. ჯერ გიგა არიანაი დაზარალებულიო და მე სიახლოვეს არავინ გამატარა, გიგა იყო კომაში. 4 ქულიან კომაში, ხო იცით რა ნიშნავს ეს? და 4 ქულიან კომაში საქმეს არ გამატარა სიახლოვეს. დამოვიწყდა დედი რა სამბობდი რა. ვაიანბრამდე მოგეცითვა და ვაიანბრამდე გამოიძიეთ საქმე ხელახლა. შეუძლებელი შეძენი. ვიცი რომ არ შეიძლება საქმის გამოთხოვა. ვიცოდი და ვუთხარი ლუკა გავკრაიზეს. არ იტყდროეს, არ გააკეთო. მოდი ვიქნებით ამავე გავხსნი ყველა ფჩხილს და ისიც ვუთხარი რომ თუ კი ვინმე შვილოთ კომაში შვილოთი მიუმართე, თუ კი ვინმე შვილო შენზე ზემოქმედებას ახდესო, მე მითხარი, მე დაგიცო, მე მსხავს აუდიტორია ძალიან დიდი და გვერდში დაგიდგები მთელი საქართველო დაგიდგება გვერდში და მითხარი თუ კი ვინმე შენზე ზეგავლენას ახდესებდი. ხელი ამიქრა, ხოგებ კამერები პროკურატურაში, გადაახლიეთ, ნახეთ, 12 ნოემბერს, მე მას მუხრებში ჩავვარდი, მე მას დავიჩოქე, ხელი ამიქრა, ბაძი გარეთო მითხრა და გამომაგდო, გადაახლიეთ კამერები და ნახეთ. არ მივდივარ არანაირ დიალოგზე. ვაიანმა შევხვდები. ვაიანმა პროკურატურაში. პროცედურულად თქვენ მე ყველა სიტყვის
გჭირდებათ ინფორმაცია. ინფორმაცია თქვენ გაქვთ. ვაიანო შეხები ინფორმაცია გაქვთ. გამოძიებისთვის ინფორმაცია გაქვთ. რა თუღი პროკურატურა იციტყვიანი ალექსანდრე გაბაშვილი ერთი მარტივია. არ შეიძლება ლაპარაკო რა გიგით ხალხო რა გიგით ხალხო იციტყვიანი ლატირაკი ბავშვები გამისწერე მასალები არ გამოჩენილა და ახალი მასალების გამოჩენის გარეშე ორი პირი დაარქვა. მაშინ როდესაც აქცია დაიგეთ. ეს ფაქტია. ესე იგი მეგობრებო მე თხოვნა მექნება მე ხა შენი თვით განოტანილი შენი თავის გარეშე მიწევს მას საოპერაციო მაგიდაზე განცხიათვილი გონიათამოს გადავსაფო არ გადავსაფო არ გავსარდები ყველანი არ აღმოჩნდა საბრალდებო სტამზე ერთი თუ არის მაგი დაზიანება რათი მიღან მიყენებული ესე იგი მეგობრებო მე მინდა რა გთხოვოთ აქამდე ერთი წუთი ისა ერთი წუთი რა უნდა გთხოვოთ უყურეთ აუცილებლად ჩვენ მოგვიწევს შეხვედრა მე ხლა კი ბატონო პროკურორები ჩამოვდანდნენ მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ზედამხედველი პროკურორი მოისმენს ჩაიწერეს თუნდაც ის დეტალები რასაც ამბობთ რომ არ არის გათვალისწინებული ზედამხედველ პროკურორს აქამდე არ ხოდა ინფორმაცია საქმის დეტალებთან დაკავშირებით ზედამხედველ პროკურორს აკმაყოფილება აქვს უბრალოდ ჩვენებობთ კიდე ინფორმაცია დამატებით რომელიც არ იყო გათვალისწინებული რომელიც არ იყო თქვა პირობითად პროცესებზე და ფაქტებს ვამბობ რომელი ფაქტებიც ზედამხედველი პროკურორისთვისაც არის დავაფიქსიროთ მე ოფიციალურად ეს ყველაფერი ჩვენ არაერთჯერ გქონდა კომუნიკაციის ხო მაგრამ საქმის მასალები რატო არ მიდის საქმის მასალები რატო არ მიდის საქმის მასალები არ არის მაგაზე უნდა დამჭირებოდა უნდა დამჭირებოდა რომ დაზარალებულ დედას შვილმოკლუს მოკლულ დედას რო ჩამეხედა და ჩვენებაში რომ ენახა არ შეიძლებოდა რომ იმ ხო ვალაპარაკოთ არა მე ის რა ქვია საქმის მას ეს არის რა ქვია მე მაგალითად ესეთი ისა მაქვს შეხედულება მე ხლა კარგად ვიცნობ პროკურატურას და მე მგონია რომ ესენი აპის გამკეთებლები არ არიან თუ უნდათ აქამდე გაკეთებდნენ იმიტომ რომ საქმის მასალები წინ კონდა ჩვენ მკვდარ დედას არ მიცემ საქმის მასალები და ამას ზედამხედველი პროკურორის რა ქვია ინფორმირება არ ჭირდებოდა ხო პირიქით გამოტონი ყובה რომ გამოაცხადოს ამიტომ მე მინდა გითხრათ ჩვენ ეფექტური გამოძიება პროკურატურამ ჩემზე კარგად იცის რა არის ეს არის კონვენციის მეფე მუხლი იციან პრეცედენტური გადაწყვეტილებები ეხლა რო თქვა პროკურატურამ ეს იცის არ ვიქნებ მაგთან ძალიან კარგად იციან აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ შეგნებულად გააყალბეს ეს საქმე ჩემი აზრია ამიტომ მე ვფიქრობ რომ 8-ში ჩვენ უნდა მოვიდეთ აქ თუ ეფექტური გამოძიება არ ჩატარდება აღოდ მეტი ხალხი მოვალთ და უკვე მოვალთ მოთხოვნები ხო იმიტომ რომ მე დღეს პირველად ნახე ეს ქალბატონი გაიფიცოს კონდა რომ დამირეკა და ტელეფონზე მომიყვა იმიტომ მოვედი ისევე მოხვედით თქვენც ხო ამიტომ როდესაც აქციის შემდეგ ხდება ადამიანების დაკავება და სიცხლის სამართლის საქმეში ეს მასალები არის და არიღებენ გადაწყვეტილებას ეს არის უკვე ხელის დაფარება სავარაუდო დამნაშავეებზე ამიტომ მოდით 8-ში მოვიდეთ თუ იქამდე გააკეთებენ ეკატერინე ქალბატონი უპატაზე არ არის და უნახავი ადამიანი და პირიქით და მადლობას მოუხდის რა ქვია ესეც შეუძლია მას აქციასთან აქციის ჩატარება შეუძლია და მადლობის მოხდა შეუძლია პირიქით უბრალოდ ქალბატონ ეკატერინეს რა უნდა ეფექტური გამოძიება მეტი არაფერი არ უნდა და თუ ეფექტური გამოძიება იქნება იქნებო დიდი მადლობა ანუ თუ არ იქნება ეფექტური გამოძიება 8 იანვარს ჩვენ ან 9 იანვარს სანამ სკოლები დაიწყება გავაკეთებთ განცხადებას მე რომ მოვალთ აღარ წავალთ ამიტომ ეხლა 2 კვირა რო არ ჩათვალოთ პროკურატურამ რომ ულტიმატივი დაუხენეს და აი აქ ვიქნებით და რაღაცა რო არ თქვა აქ 2 კვირიანი ვადა მათ ყველაზე კარგად იციან ამ საქმეში რა არის გაფუჭებული ნება იპუტონ და გამოასურონ მე გეუბნებით რომ აქ გავცალი ეს ქალბატონი
რომელმაც დამირეკა იტირა ნახევარი საათი და გაუგნებული იყო და მოველი აქ. ამიტომ ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მობრძანდი. მაგრამ ეს არის პირველი გამოფხილებელი აქცია, რომელიც ქალბატონმა ეკატერინე კუპადაძემ დააუნონსა. ჩვენ 8 იანვარს თუ არ გვექნება საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებები და არ იქნება ეფექტური გამოძიება, მე ვამბობ ეფექტური გამოძიება ცნება თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ იცით ძალიან კარგად პროკურატურამ. ეს არის ევროპის ადამიანის უფლებათა სამართლის მე-6 მუხლი. არის ეგეც ცნობილი გადაწყვეტილება ვანდერჰურკ ნიდერლანდის წინააღმდეგ, რომელმაც დაადგინა რა არის ეფექტური გამოძიება. ამიტომ პროკურატურა ჩაატარებს ამ გამოძიებას, ქალბატონ ეკატერინე მადლობას. არ ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას, ქალბატონ ეკატერინე მოვა არსად არ წამოწევა. აი ეს არის ჩვენი თხოვნა. დიდი მადლობა რომ მოგზავნით. უბრალოდ სირცხვილია, რომ გენერალური პროკურორი არ გამოვიდა. სირცხვილია მე მინდა თქვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ ეს გენერალური პროკურორი თავარი ივანიშვილია, მაგრამ ესეც რომ გამოსულიყო კარგია. ამიტომ კარგი იქნება რომ ჩვენ ხო და ჩვენ თვითონ უნდა მობრძანებულიყო, ჩემი აზრით. ამიტომ ჩემო კარგებო, 8-ში გელოდები თუ არ მოხდა ეფექტური გამოძიება. ჩემი აზრით ეს გათვალისწინება რომ მოხდეს. აი ეს ეხლა თუ შეიძლება რომ ეხლა თქვენი ამერების დანდასებით ვაში და არა, 8 იანვრის შემდეგ მე გელოდებოდი 8 იანვარს. მე მოვიყვანა შევიკრიბე. ხალხო ხო შევიკრიბები. ია, შევიკრიბები საქართველოში. ბოლოშვილმა 8 იანვარი დაანონსე უკვე. 8 იანვარი დავაანონსეთ. 8 იანვარს ვიკრიბები ყველა. მანამდე არა. მე მივეცი პროკურატურას საკმარისით რომ გენერალური პროკურორის ზარსაც ველოდი, ახლა არა. მე მჯერა თქვენ დღეს ახალი მასალები ხელში არ გიჭიროთ. ამიტომ 8 იანვრამდე არა. უფრო კარგად უფრო დაწვრილებით გამოიწია. რამე იყო ახალი, რა ვიცი, მაშინ არ შევიკრიბებდი. უნდა ცოტა და მანამდე. 8 იანვრს შევხვდებით ისევა. ყველას დიდი მადლობა. თუკი ვინმე შვილს მოკლუნდეთ, აქ ბევრი შვილ მოკლუ იმ შობელია. თუკი ვინმე რაიმეს თქვა გინდა შეგიძლიათ აი ქალბატონი რომელიც არის თქვენ მდგომარეობაში. ამისთვის მადლობა. მაგრამ თქვენ საკმარისი მეტი მასალა იმისთვის რომ გამოძიება ეფექტურად წარიმა. თუმცა ეს ერთი მეორე კარგად მოიკვირეთ. რა ხდება პირველი დაკავების დროს? კონდაქტ თუ არ არის კაცის დაკავების უფლება? მაშინ როდესაც მოხდა გიგას გარდაცვალება და ეკას ვიდეოს ჩაწერა, მაშინ დააკავეს რიკაძე, იმიტომ რომ იყო საკოდირი მივიღე ლუკა გამყრედის და შემდეგ როდესაც აქცია დაავანოსე, არაფერი რომ არ იყო შეცვლილი, არც ერთი ახალი მტკიცებულება არ ქონდა პროკურატურას, მაშინ დააკავეს უკვე მომდევნო ორი. მე მაქვს ერთი მარტივი რატომ არ არის საქმე გადაკვალიფიცირებული ეს ერთი? რატომ არ არის გადაკვალიფიცირებული და რატო არ არის ჯგუფში გაყვანი? მაშინ როდესაც პროკურატურას პირდაპირ აქვს მტკიცებულება იმის რომ დაიგეგმა ერთობლივად და ეს უკვე საჯაროც არის უკვე ყველა მიწის ამის შესახებ და ეხლა მე მარტივი კითხვა მაქვს. რას უნდა ველოდე შეხვედრაზე დღეს, როდესაც ეს ყველაფერი პროკურატურას ჰქონდა და ჩვენ მაინც აქამდე მივედით. დაველოდოთ 8-ს, რა ქმედითი ნაბიჯები ექნება პროკურატურას გადადგმული, ოღონდ არა ისე რომ ჩვენ მივიდეთ პროკურორთან და იქედან გამოგვიშვან შეურაცხყოფილი და შემდეგ უკვე რამოდენიმე ძალოვანი უკვე ჩვენ გვითვალთვალებდეს და არ ხდებოდეს საქმის ძირეული მოკვლევა. თქვენ საკან გამდენებით აღნიშნეთ, რომ გენერალური პროკურორის განთავისუფლება და ამის პრობლემებთან ჩვენ უბრალოდ ეს მაინტერესებს. არიან ზედამხედველი პროკურორები, რომლებიც ზედამხედველებსაც ჰქონდათ ვინ არიან ესენი? შეგძათ გითხრათ სამხედრო ვინ არიან ესენი? რომ დავასრულებინოთ შეიძლება წინადადება კონკრეტულ რაიონებს ზედამხედველები. უშუალოდ ამ საქმის არა. უბრალოდ მაგას გთავაზობთ, რომ შევიდეთ
გავიაროთ ყველაფერი დეტალურად. შეიძლება რაღაცა თქვენს გინდათ ინფორმაცია რომ ჩვენ პროკურატურას თუ კი ინფორმაცია პროკურატურასთან არ იყო აქამდე დაუშვათ მოყვებით ამ ნაწილში და რომ პროკურატურას ინფორმაცია ამის შესახებ არ ქონდა, ესეც ძალიან აბსურდია. ამის შესახებ რომ ინფორმაცია არ ქონდა პროკურატურას. ეხლა ხომ უკვე აქვს, მაშინ კრედიტი ნაბიჯები გადადგას პროკურატურამ და თავისი გასაკეთებელი რაც არის, ის გააკეთოს თუ ზედამხედველი პროკურორები არიან. გააკეთონ ის, გვაჩვენონ მათი საქმე რაც არის. ის გვაჩვენონ ჩვეულებრივ ღირსეულ მოქალაქეებს რა შეიძლება იყოს კანონი და კანონის უზენაესობა. მეტი არაფერი არ გვინდა. ჩვენ ერთადერთი რამე გვინდა სამართლიანობა, გვინდა გიგასთვის სამართლიანობა ეს ერთი და გვინდა რომ არც ერთი გიგაავალიანი აღარ ყავდეს ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი გიგაავალიანი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს მასწავლებლისთვის, როდესაც მიდიხარ სკოლაში და 2600 ბავშვი უყურებ და ფიქრობ რომ აი ჩემი დიშვილის ბედი არ გაიზიაროს. აი ეს არის რთული. ურთულესი რამეა ეს. როდესაც ბავშვებს უყურებ ბავშვებზე ზრუნავ 20 წელი მე თვითონ მუშაობ სკოლაში. არაერთი ბავშვი გამიზრდია. თუნდაც განათლების სამინისტროსაც მიმართა. რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც იციან ერთი სკოლიდან 4 დამნაშავე არის ციხეში, მოხდა თუ არა ამ სკოლის მოკვლევა. მაშინ როდესაც ხელხაზე შეიძლება ინფორმაცია შევიდეს და სკოლა თავიდან ბოლომდე ამოატრია. რატო არ ხდება იმ სკოლის ინფორმაციის მოკვლევა? რა ხდება იმ სკოლაში? 4 დამნაშავე რატომ არის? ჯერჯერობით 4, რომელიც საქმის არასრული მასალებიდან ჩვენ ოჯახმა ვიცი. და მაშინ როდესაც ჩვენ სრული მასალები გქონდეს, შეიძლება მეტი დამნაშავე იყოს ციხეში. ამის შესახებ პროკურატურას თუ არ ქონდა აქამდე ინფორმაცია, კი ბატონო ვაწვდით ეხლა, ხო? კამერების თანდასწრებითაც ვაწვდით. მათ წვდომა აქვთ ყველაფერზე. კი ბატონო. აქვს ინფორმაცია მოიკვლიონ. კი ბატონო და ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ იმის თქვენ რაც გქონდათ რომელიმე მომენტში არ უნდა გქონდეთ იმის განათლება რომ პროკურორს მიანიშნოს რა არის სამართლიანი. რისთვისაც მოკლეს ჩემი შვილი ნია იმნაძის ჩვენება დამაკითხეთ. ვკითხულობ მხოლოდ ამას ვითხოვდი. ნია იმნაძის ჩვენება დამაკითხეთ. აქამდე რატო არ დავაკითხეს? ნია იმნაძის ჩვენება რისთვისაც მოკლეს ჩემი შვილი. ეს ხომ უნდა ვიცოდე. ჩემი სპექტაკლში ირაკლი მაცადე რა ძამო ძალიან დიდ მოდის კითხი უკაცრავად ირაკლი რისთვის მოკლეს ჩემი სპექტაკლში მე ვიცი მხოლოდ ის რომ ნია იმნაძემ უბრალოდ რაღაცა ჭორი გამოიგონა და თავის შეყვარებულს რაღაცა აეჭვიანა მოკლედ შეყვარებული მაგრამ რაც გავარებო თავი არასრულწლოვანია და რაც უნდა და თურმე ქონია უფლება როგორც მითხრეს თქვენმა კოლეგებმა რომ თურმე ბავშვა ადამიანს აქვს უფლება რომ აეჭვიანოს შეყვარებული მაგრამ ამათი არ გავხდები მე იცით რა მაინტერესებს იქ ადვოკატმა რა იკადრა და რა დააწერინა იმიტომ რომ ვიცი დავოკითხვის დროს ადვოკატი კრახობდა რისთვის მოკლეს ჩემი შვილი ეს მაინტერესებს რისთვის მარტო ერთი ნია იმნაძის ჩვენების საკითხვა მინდა მე არ ვიცი მხოლოდ ის რა წერია თქვენთან და მე ვინ იყო გიგავალიანი რა სიკადრებდა გიგავალიანი მე ის ვიცი მე ახლა თვალს ვავლებ და გიგა ძალიან ბურმოსტავს აი ეს დოქი ხან თემასაც აჩვენე Diag ძალიან ბევრს უყურებ გიგას მოსწავლეების დედებს. მე ვიცი ვინ იყო გიგავალიანი, მაგრამ რა იკადრა იმნია იმნაძე, რა იკადრა მისმა ადვოკატმა და ხალხო ვინ გიგდიათ. ეს ნია იმნაძე ასეთი რომ ჩამოაშენინა თითქმის სტრუქტურა. რისთვის მომიკლეს დედაშვილი, ვინით გამოტანილი შვილი, ისოს თავის გარეშე. მან Iris ნახევარი დათხია საოპერაციო მაგიდაზე. მე ამას არ გადავკლებ. გიგავალიანი სიცოცხლე არ იკიდება.
ერთმა არიდოს ყველას შვილმოკლული დედის ხმა. ერთმა არიდოს უნდა იყოს გადაღებული ხარი აუცილებლად ჩვენი ღმერთმა ქნას რომ ცოტა ხანი არ დახვეწა ძალიან. იცით რა არის? ძალიან მოხალხეს არ ქონდა ამ გადაცემებზე ინფორმაცია. თუ კი რაიმე ეჭვებია, თუ კი რაიმე გადაცემებია, თუ კი რაიმე იმედგატეხილობაა საზოგადოებაში, საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში, აი ამ საქმით გამოსწორდეს ყველაფერი, გამოიწვიოს ეს საქმე, რომ ადამიანებს დაგვიჯეროდეს მწმენა, რომ მართლა არაფერს არ გვეშინოდეს, იმიტომ რომ თქვენ ამ წუთიდან ჩვენ ვართ გახსნილები მისი ოჯახისთვის. ამ ყველა წინაშე ხართ ვალდებულები და დაეს საქმე ამ ხელა გახსნილები ვარ ჯერა ოღონდ საქმის ნებისმიერ დროს რა ვიცი აგრე ჩვენი კი ბატონო დიდი პატივისცემით მოიქცეთ ოჯახს და არა რა ვიცი ჩვენ ყველანაირად მოვაბილიზებთ მზადვართ იმისთვის რომ შევხვდეთ გავიაროთ შეხედეთ რა არის. რაც დასაფიქსირებულია ლამდე ეს არის ლამდე პროკურატურა გადაჭრობს. მედი მცირე ოდენსაც კი რასაც აქამდე ვერ ხედავ ოჯახში თქვენ კი ბატონო მაგრამ რეალურად პროკურატურას ამ მომენტში კი თქვენ წარმოადგენთ საქმით მაჩვენებს. როამდე თქვენ მაჩვენებთ, მე პირადად პირობას რომ მე თქვენთან მოვალ და მე თქვენ მოგიხდით ბოდიშს. მაგრამ მაშინ როდესაც მე მქონდა კითხვა სამი ადამიანიდან რატომ არის ერთი დაკავებული იმ დღეს დაკავების დღეს პოლიციის უფროსდა დანარჩენს ვერ და როგორ ვერ დააკავებდით მე შეუწყობინებლობაზე ხო დააკავებდით მოხდა ისე რომ გიგა გარდაიცვალა და ეკას ვიდეოს შემდეგ რეზონანსი ამ რეზონანსის შემდეგ უკვე რიკაძე დააკავეს იმნაძე კიდე არ იყო დაკავებული არჩიკოვი იმის შემდეგ რაც ეკამ გაასაჯაროვა სკრინები სადაც პირდაპირ მიუთითებდა ჯგუფურობაზე მხოლოდ აქციის დაგეგმვის შემდეგ მოხდა დამატებით ჩიქოვანის და ნასყიდაშვილის დაკავება. იმნაძე კიდე არ არის დაკავებული. და ამ ყველაფერზე შეხედეთ, ამ ყველაფერზე სოციალურ სივრცეშიდაც არაერთჯერ ქონდა ნასაუბრები. არაერთჯერ. თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ერთმანეთს უნდა ვენდოთ, ჩვენ აქამდე ძალიან ბევრჯერ გეტყვით. პირობითად თქვენ არა, თქვენს პიროვნებებს პატივცემ, თქვენზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენი ოჯახი თქვენ ძალიან ბევრჯერ გეტყვით. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ დღესაც ვენდეთ პროკურატურას. მიუხედავად მისი ცუდი წარსულისა, პროკურატურაზე არ ვამბობ. იმედია რომ არ მექნება ამაზედაც ასეთი განცდა. თუმცა აქაც არის გარკვეული კითხვის ნიშნები. თვითონ პროკურორთან ვისთანაც მივდიოდი. მიუხედავად მისი ცუდი წარსულისა. ჩვენ მაინც მივდიოდით იქ. მაგრამ იქედან უნდობლობა და შეურაცხყოფის გამო ჩვენ იქედან გამოვიდით. და მე მარტივი კითხვა მაქვს. თუ მათ ინტერესში არ შედიოდა ზუსტად მიქავაა მგონი თუ არ ვწდები ვის ინტერესში არ შედიოდა ამ ყველაფრის მოგვარება რატომ გამოგვეკიდა მარტივად რათა 2 წუთში რატომ შეიცვალა შეხვედრის დეტალები რატომ შეიცვალა 2 წუთში არანაირ ტექნიკურად ჩვენ როდესაც ვამბობ 12 საათზე მივედით 12 საათზე ველოდეთ 15 წუთი. 15 წუთის განმავლობაში ეს მარტივი რამე იყო. იქო ძამ ესენ მაგას პასუხი გაცნე. არა, იქ იყო ნიშნები. ერთი მაინტერესებს. პროკურატურაში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთი ადამიანი თუ არსებობს, ვისაც შეხრა, რომ მუჭის დათქმით ალექსანდრე დაბაშვილმა საკითხა თავის თავი. ბიოლოგიის მერვე კლასის სახელმძღვანელოა რომ მუჭის დათქმით თავის თვალა არ თუკი პროკურატურაში ერთი ადამიანი მოიძებნება საქართველოს მასშტაბით აქედან დაწყებული რაიონებში რომ გამიგე ერთი ადამიანი მომიყვანეთ მითხრას რომ მას ჯერ ვისწავლია და იცის კი ჯერა უბრალოდ ადამიანია და დაიჯერა
რომ მუჩის დათქმით შეუძლია სახსალამოთი 28 წლის ჯანმრთელი ადამიანის თავისთავად გათხდეს აქედან აქამდე ეს ნახეთქია ყველაზე ძიმე ძვალი ეს თქვენ ჩემს დუხს ვეღარ ნახავთ ეს ერთი ადამიანი დათმის პროცესში არ ელოდებ იქო ერთი წუთი რაღაცა უნდა გუთხრაკინა პირდაპირ თქვენ არ გეკადრებათ ეს არ გეკუდით ეხლა ეს ჩემი სიტყვები ესე პირდაპირ მაგრამ ხო გამოგაგზავნე რამდენი გეკითხი დაწყებოდი მარტო ერთი სიტყვა აქვს შეცვლილი პროკურატურას ალექსანდრე გაბაშვილი ამოწმ მუჩი დაარდა სახეში დანარჩენი კოპი პეისტი და გამოდანი პატარა მარტო რაც ეხლა აი მარტო ნია იმისა ანინა სპიდაშვილის და დემეტრე ჩიკოვანის დაპატიმრებას რაც მოყვა ამონ არიდი თუ იმე მოიძებთ ტელეფონში უცებ წარეკითხოთ და მე სულზე პირად ვიცი წერია ასე მუჩი ჩაარტყა აგნ შემოbrunების დაარტყა მუჩი შუბში მარტო შეცვალა ალექსანდრე გაბაშვილის ჩვენებიდან ის ამობს სახეში ეს ამობს შუბში შუბზე სახეს ვერ ამხევენ მარტო ერთმანეთს ხო დაარტყა შუბშიო აიქცა გიგავალიანი იმ წუთში დაკარგა გონება და მაშინე მიიმალე შეთხების ადგილიდან უკვე აქ გამხელა ფარსია იცით აბა 19 წამიანი ვიდეო მე გადავიღე 19 წამიანი მაშინვე თქვენ ხო წარკინძიმი დაგვირდებით ყველას უნდა აპირდებოდით თქვენ ხო სტრიკონებს შორის კითხულობთ უნდა კითხულობდეთ ხო და დარტყმისთანავე გიგა შეწყვიტა და მაშინვე მიიმალე ვიდეო ვინ გადავიღე მე რატომ ჩემი ვიდეო რა მოხდა 19 წუთის მისმე რა მოხდა 19 წუთის შემდეგ რატომ აი ჩემი ძმა არის მოდი კაცო ჩემთან მოდი კაცო არა კოტე მოდი ჩემთან კოტე ჩვენ ტრაგედიამ დაგობეჭავა ეს ზესტაბონის რესტურნ ცენტრის ხელმძღვანელია ჩვენ ტრაგედიამ დაგობეჭავა ჩვენ არ ვართ ვიცით-კალი ხალხი როგორც დაბაშვილების ოჯახი რაც გიგ-მოდი კოტე ჩემთან პროფესორი კაცია კოტე ეს არის ისტორიული მათემატიკოსი მეკუაში ნაიკის წარმომადგენელი ირაკლი აკიხო გეოგეზობრივი აი ეს არის ჩემი ძმები ხალხო საპირწონეს დააკვირდით რაც გიღირთ მე ადამიანს აღარ გავარ მაგრამ იკითხეთ ვინ არის ეგ ოკუპაცია და რაც გიღირთ ხალხო შეხედეთ იმადაც უყურეთ ხალხო ზესტაბურის რესურსების ხელმძღვანელი 175 სკოლის დირექტორი და ვეკუას სკოლის სოფელი მათემატიკოსი მე კოტეზე დახასიათება დავიწყე საღამომდე ვერ დავამთავრე სოფლიო ოლიმპიადაზე კოტეს მიხავს საქართველოს სახელით მოსწავლეები ხალხო რაც გიხით ვისეწირებით ალექსანდრე გაბაშვილს ახვირ ახსნილ თინა რა გვარია ის თინა ის დედა რიკაძის დედა ხალხო შეხედეთ იმას ჩვენში როგორ ცვლით რიკაძის დედას ჩემში როგორ ცვლით ხალხო თუ არ მიკვირდეს რა უნდა გავწ მაშინ აი არც გიგა როგორ დავიფიზე რა სიტყვები არ მინდა საყვარელი ლუკა სად არის სამონე თინა რა გვარია აი რა გვარია თინა ბაბასკირი ხალხო ნახეთ ჩემს გორზე იმას ჩვენში როგორ წვით რაც გიხით რა მოგიტანათ ამდენი და რა გამიყიდეთ გიგას სიცოცხლე ყიდდი ვერ მკითხეთ ყიდდი ვერ მკითხეთ პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ ყველას ჩვენ გაგეგმილი რაც გქონდათ გადადეთ და ჩვენთან მოგწამდით უღრმესი მადლობა ყველას ჩვენ ბევრად ჯობი ხართ თბილისის თბილისის მთავარ პროკურორს ძალიან ბევრი ღირებულებებით ჯობი ხართ ჩამოვედით შეხვედრაზე და ვერ მოაწესრიგა პროკურორმა 4 ადამიანის შესვლა პროკურატურაში ვერ ქნა გამოგვიგზავნა თავისი თანაშემწე და ამ თანაშემწემ რომ გითხრა უარი გამობრუნებისთანავე გამოგვეკიდა ვერ მოაწესრიგა პროკურატურამ თბილისის დედაქალაქის მთავარმა პროკურორმა ვერ მოაწესრიგა ეს რომ ჩვენ 4 ადამიანი
მის მიერ დაბარებულ ჩვენი სულით არა მის მიერ დაბარებულები მისულიყავით და ჩვენთვის მოესმინა ან მისი აზრია თქვა ეს ვერ გააკეთა და როგორ უნდა მქონდეს მე იმედი დობა და ის რომ აქ არ მოვიდე დღეს და ეს არ გავაკეთო არა მაქვს მე ეს უკვე დავკარგე არ ვიცი თქვენ გეკუთვნით თუ არა მაგრამ ხართ ამ სისტემის წარმომადგენლები და რადგანაც ჩამომწანდით მე გთხოვეთ მიმართეთ ამ ხალხს აბა რა გაქვთ სათქმელი რა სიტყვის პროკურატურა ხალხს მიმართეთ ეს ადამიანები მე საერთოდ არ ვიცი ძალიან ბევრი თავისით მოვიდე ბევრი შვილმყარი დედაა უბრალოდ შვილმოკლულის ბატაკიეთ ქალბატონი მაგდაჯიქია გამოეხმაურა გაბაშვილის დედის მეგობარია და ასეთი რაღაცა თქვა მე შვილმკვდარი დედა ვარო შვილმკვდარი და შვილმოკლული დედა შეადარა ერთმანეთს ეს ძნელია რომ მოისმინო ბიძისგან ეს ძალიან რთულია ხალხო ამიტომ თქვენ ბევრი ღირებულებებით მაღლად გახართ ვიდრე მთლიანად პროკურატურა თბილისის დედაქალაქის და რაღაც უბრალოდ რაიონებზე აქ არის საქმე ვის ვიცავ როგორ იცავ მესმის რომ ხარეს წარმოადგენთ დაზარალებულისას და თქვენ უნდა გააკეთოთ როგორ გააკეთეთ ფაქტიურად 3 თვე გავიდა და 3 თვის შემდეგ გამოაცხოთ თუ სად გქონდათ ის ბრალდებები რითაც დააკავეთ მითხარი ეს ორი პიროვნება ვარდასანგა ზარაბო ბატონო როგორ რა ექსპერტიზის პასუხებია საუბარი ნებისმიერმა ვინც აქ წაიკითხა იმან ააღელვა რომ მიქწერია ყველაფერი ის დაკავებული იყოს და შეხედეთ ერთი მამაკი ხმაღლოსობრი და ხალხმა უნდა გაიგონოს თქვენზე ხმაღლა არ საუბრობ ნახეთ არ მაინტერესებს როდის მიიღეს მე რას გეტყვით იცით თქვენ არა მე რას გეტყვით თქვენ იცით არა ეგ ექსპერტიზის პასუხები არაფერს შეუშერებს დაკავებულიც არასწორად ხავთ იცით თუ არა მაგ ისინი არ არიან შეუწყებლობების გამოდაკავებული არ უნდა იყვნენ თანამონაწილეა დაგეგმა მასთან ერთად სადაა ის რომ წამქეზებელია ეს გოგონა სადაა ის ბრალდება რომ ის მეორე პიროვნება ბიჭი სახელმწიფოს არ აღარ შეგნებულად არა მომისმინეთ უკაცრავად მომისმინეთ მე თქვენი სახელი პროკურატურის მომზადი და იმითო საუბრობ მითო გესაუბრები სად არის ხალხს ვაგონებ თქვენზე არ მაქვს ბაღალტონი ნახეთ სად არის ის რომ ეს პიროვნება მეორე ვინც დააკავეთ თანამონაწილეა იმიტომ რომ სხვა დღეებში ისახდა იქ ეს გაქვთ შედებული საქმეში არ არის შედებული მე ვაკ კითხვები თქვა დაგიწერეთ იქ თქვენ გვერდზე რომელიც გამოაყი იმედია მაგას მაინც კითხულობ თუ ეკას პოსტებს არა იქ პასუხი რატო არ გამეცით არ მეკუთვნო და პასუხი ბიძას რომელმაც ჩემი ხელით მივედი მოუზომე საფლავი იშვილი ჩავასვენე საფლავში ხალხო ახლა მაქვს მათორემ კიროდი აქ მახჩობ შრემლი არ გესმით არავის თქვენ მაკატია თამასრობობ თქვენ არა პროკურატურას არ ესმის ეს ერთ ძნობს თამასრობ პასუხს გამცემ და იქ თუ კიდე უღირსი ყოფილიყავ ისეთ პასუხი უნდა გაეცა თუ კიდე ღირსი ვიყავ ისეთ პასუხი უნდა გაეცა გიგიმდარა კი არა ვარ ადამიანი ვარ ბიძავა და მწვავ კითხვას რატომ 3 თვე რატომ 3 თვე სად არის ეს საკითხები რატომ დააკავეთ არასწორი მუხლით რატომ ასა კითხვა მაქვს ერთი კიდე მავიწყდებოდა ბოდიშით გუში თუ გუშინი დაიდო ასეთი საქართველოს პროკურატურის გვერდზე განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის დააკავეს ჯგუფურით მონაწილეები ორი პიროვნება ანუ რომ მიდიოდნენ ის დააკავეს წასულები მკვლელობისთვის აქ ფაქტი შესრულდა ყველობა ჩაიდინეს აღასრულეს თავისი ჩანაფიქრები და აქ ჯგუფურს არაძლევთ როგორ არის ეს და კიდევ ერთი რაც აუცილებლად მნიშვნელოვნად გასაგრძელებელია თვით მკვლელობამდე მიყვანა ისჯება და მკვლელობამდე მიყვანა არ ისჯება სად შემოვიდეთ რომ მომედი არ მიმიღეთ ახლა სად შემოვიდეთ ახლა აქციიდან წაიღეთ ის რაც დაგაბარეთ აქციიდან მიიტანეთ და როგორ ფლობაც გქონდათ ისეთი მიეცით ერთი მარტივი კითხვა მაქვს სად გადის ზღვარი სხეულის განზრახ დაზიანებასა და განზრახ მკვლელობას შორის სად გადის ზღვარი მე როგორც ვიცი მე არა ვარ იურისტი მე როგორც ვიცი სხეულის განზრახ ძიმე დაზიანება არის ხელის კიდურის დაზიანება თვალის დაზიანება ამოთხრათ უნდა ვაპატიეთ ამაზე ყურის დაზიანება მაგრამ ისეთი დარტყმა ცხვირის მოჭრა მაგრამ ისეთი დარტყმა რომელიც წარმოშობს უდიდეს გემატომას ტვინში არსებობს ამის სურათი
და შუბლის აი თავის ძვლის აი ასე გახეთქვათ ეს არ არის სხეულის განზრახ-ძიმე დაზიანება ეს არის მკვლელობა უმთავრესი მოთხოვნა რა არის ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქე სურვილი გვაქვს შესრულდეს სამართალი იყოს მუხლი განზრახ მკვლელობაზე გუფურ მკვლელობაზე რომელსაც ყავს სანდრო გირგულიანზე რო ხმას იღები ეს სადახად ეხა იყო თუ გნებარი ჩაუშვი ჩემზე ძალიან კარგად იცით რომელი 4 პიროვნება არის ფიგურანტები და ყველაფერი იკვეთება განზრახ მკვლელობაზე და ვინც არის სულ პირველი ინიციატორი სასწრაფოდ იყოს დაკავებული ეს გოგონა აუცილებლად უნდა იყოს მაინტერესებს იმან რომ წაიყვანა კაცის მოსაკლევად და თვითონ რომ გარბოდა ის ვისიცავს რიკაძე მაინტერესებს რატო დუმხარ ვინც წაგიყვანა და თვითონ რომ გარბოდა ქვეყნიდან მაგასი ცავ არ ჩაუშვა რა არ ჩაუშვა სადაც ჩაუშვა ვინ არ ჩაუშვა რაზეა ლაპარაკი სერდა გიორგი რიკაძე ეს რა გვიქნაო ეხლა თვითონ იპარებაო იმას როგორ უთმენ მაინტერესებს ჩატარდა თუ არა თვითონ დაკავებულის ბინაში ჩხრეკა და მასთან დაკავშირებულ პირებთან ჩატარდა თუ არა ჩხრეკა მე ვიცი მე არა ვარ იურისტი არ ვიცი კანონები მაგრამ შემიძლია ის რაც ჩვენ გვჭირდება მალე ავითვისო ვიც ვიცნობს დამერწმუნება ამაში მე წავიკითხე ახლახანს დაკავებული პიროვნების სახლში ჩაატარეს ჩხრეკა რომელმაც მაღაზიაში რაღაც იჩხუბა ჩაატარეს ჩხრეკა და სახლიდან ამოიღეს იარაღი იქ თუ ჩაატარეს ჩხრეკა აქ მკვლელი სახლში რატომ არ ჩაატარეს ჩხრეკა მე ვიცი ვისაც დაურეკა აქსიდან იმის ოჯახში რატო არ ჩაატარეს რატო არ ჩაატარდა რეკები რატო არ ჩაატარდა არის თუ ჩაატარდა არის თუ არა საწოლი იარაღი აქ გაგვეცით პასუხი აქ რა გინდა რატომ მოყავით დიდი კამპეტონობა გაქვს გადლობა მაგის რომელსაც გაეცით ხალხის რას ხალხი მოთხოვნა რაც არის ის ოჯახისგან იყოს განზრახ მკვლელობის ჯგუფური იმიტომ რომ დაგეგმა ყველაფერის ეს 4-ვე იკვეთება ორგანიზატორი ისა წამქეზებელი შემსრულებელი და თანაშემსრულებელი დამყარეთან ყველაფერი იკვეთება იქ ჩვენ საქმის მასალები რო არც ჩვენ ხედავთ რომ იკვეთება და ძალიან იყოს განზრახ მკვლელობის ჯგუფური მკვლელობა და იყოს ყველა პასუხისგებაში მიცემული ეს მუხლით მიეცეს ყველა პასუხისგებაში ამას არ გაგიჩინეში ადგილი დაიჭირე ეს ხალხი იყოს იზოლირებული საზოგადოებისგან სხვა კიდევ არ დაასწრებს ამდენს კიდევ არ დაასწრებს ჩვენ ვეღარ გვიშველთ გიგას ვეღარ ვნახავ მოგვიკლეს მაგრამ ამათ შვილები უნდათ რომ ყავდნენ ამასაც უნდოდა და ამას ასევე ის უნდა რომ ბოლომდე დაიყოს სიმმაკლული გაიგეთ ეს რა მოხდა ამის გაგება რა სამუდამო მიესაჯოს თავისი შვილები ხო არიან თუკი ჩვენ ამას შევძლებთ მე მაშინ კამამად შეიძლება დანდებოდეს აბა არავის ნაკლები არის გიგა ავალიანი არის ასეთ ტერმინს ვიძახით რომ გიგა ავალიანი მოუკლეს საქართველოს თუკი ეს ყველაფერი შესრულდება მე გამოვადახმა ბაღლა ვიტყვი რომ გიგა ავალიანი მოკვდეს საქართველოსთვის გიგა ავალიანი მოკვდეს საქართველოსთვის თუ ეს შეიცვლება და თუ მიცემენ იმუხს იმიტომ რომ ეს აღარ იქნება სხვებისთვის წამქეზებელი თუ ესენი არ დაისაჯეს საკადრისად ეს იქნება სხვა არასრულწლოვანებისთვის წამქეზებელი ეს ყველაფერი აქ ჩვენ ოჯახის წევრების და ეს ხალხი შევეხეთ არა მარტო გიგას ამ საკითხს და არა მარტო ეკას ასეთ მდგომარეობას იმ ღირებულებებს რომელზედაც უნდა იამაყოს პროკურატურამ შესრულებისთვის რომელზედაც უნდა იყვნენ ეს ხალხი დაცული ეს შეიძლება ვინმეს რაღაც არ ვიცი შემოვიდეს ვიღაცა აქციის წარმომადგენელი რაღაცა უნდოდეს არეულობა მოაწყოს მაგრამ არა ყველა ინაცვლებს იმ განცდას რომ ეს ზეპოლიტიკურია ეს ადამიანის უფლებების დაცვა ეს ის ღირებულებებია რომელსაც ჩვენ ყველა გვინდა რომ იყოს და ყველავებში და ყველას გვინდა რომ ეს ასე თქვენც გინდათ ეს იცით თქვენი პრესტიჟია ეს რო გააკეთოთ რა უნდა ამის შეგნებას დაბარებული ადამიანი 4 ვერ მიიღე თავარმა პროკურორმა ეს როგორ შეიძლება ეს ვერ უყავი თბილისის თავარმა პროკურორმა მიქაიამ ვერ უზრუნველყო რომ ჩვენ მივიღეთ და სხვა რამეს უზრუნველყო სხვა რამეს იზამს ეს როგორ შეიძლება მიგრიღო ეს როგორ შეიძლება სად არის ნდობა
მდებარე ჩვენ როგორც გამოგვისტურეთ იმას ვუწევთ. აქამდე რატო არ დაგვიგო? აქამდე რატო არ მოძებო? ეხლა შეგყავართ აქამდე რატო? მე ვამბობ მარტივ რამეს. მარტივ რამესო. მარტივ რამესო. თუ თქვენ რო ამბობთ აი კიდევ ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ. ვინმე მიზრუნა ქალბატონი ეკას ოჯახის დაცვაზე? დაუყენა ვინმე დაცვა არ არის საფრთხე ეკას გაანადგურო. არის თუ არა? არის. ვინმე შეიძლება აწყობდეს, ხო? ვინმე მიზრუნა ჩემის დაცვაზე? აბუჩულა ბანშრას ერჩადი. ვინმე მიზრუნე? ჩვენ რაზგვეთვალთვალე იქედან გადავიდი არ გინდა თვალთვალე გეტყვი დილით მივდივარ სკოლაში მოვდივარ მე სახში არ გინდა თვალთვალე მეტიდან გეტყვი სად დავდივარ არა რატო პირადი ხალხს აპირაცობენ შეხედეთ მე მარტივ რამეს გეუბნები იმოწინებები არ მიიღება ხალხს გააგონეთ რასთვის მოგზავნეთ გადადგით რვამდე კრედიტი ნაბიჯი გადადგით რვამდე კრედიტი ნაბიჯი და კი ბატონო ჩვენ მოვალს გასავლობთ მადლობის საქმეა გადადგით რვამდე კრედიტი ნაბიჯი მათ ჩვენეთ საქმით მაშინ ძალიან ბევრი დაპირება მოვისმინე ამ პერიოდის განმავლობაში და ბოდიში არა რვამდე მაჩვენეთ გადადგმული კრედიტი ნაბიჯი პროკურატურას ამის შესახებ ინფორმაცია აქამდეაც ჰქონდა რომ არაერთჯერ აგვინიშნავს რომ საქმე მიდიოდა გაყალბებულად მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ არაერთჯერ ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია თუ ზემდგომმა პროკურორებმა აქამდე ეს არ მოიკვლიეს ეხლა ხომ აქვთ მათ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ 8-მდე გვაჩვენეთ გადადგმული ნაბიჯი 8-ში ჩვენ თვითონ მოვალთ თუ გადადგმულ ნაბიჯს გვაჩვენებთ და მოვალთ და მადლობას გადაგიხდით 8-მდე გვაჩვენეთ გადადგმული ნაბიჯი ეს არ არის უბრალო ამბავი ჩვენ აქ დგევართ იმისთვის ეს ხალხი ნახევარზე მეტი ჩემთვის უცხოა ამ ხალხს აინტერესებს თავიანთი შვილები ამ ხალხს თავიანთი შვილები აინტერესებს თავიანთი გიგა აინტერესებს თქვენ იცით რომ ჩემი ბავშვი სკოლაში ვერ დადის ყოველდღიურად იცით ეს არ იცით ვაფასებ თქვენ ორი ადამიანის გამბედაობას ვაფასებ უაღრესად რაც თქვენ გინდათ ჩვენთან ისაუბროთ ხალხს უთხარით მოგცემს ხალხი ნებას მივდივართ პირიქით ჩვენ გვინდა რომ თქვენ მოგისმინოთ პროკურორები ეგ ხალხს უთხარით რომ ასე გვინდათ ხო და თუ მოგცემს ხალხი ნებას თქვენთან წამოვიდეთ კი გავიდეთ მაშინ გადაეცით ხალხო გავყვეთ პროკურატურას აი უნდობლობა ჩემთვის კი არა ხალხშიდაც გავს ხალხო ხალხშიდაც გავს უნდობლობა დაიბრუნეთ ეს დაიბრუნეთ რამდე შეცდით დაიბრუნეთ ჩვენგან აქვს ინფორმაცია 8-მდე ის რაც აქამდე უნდა გაეკეთებინათ თუნდაც ზემდგომ პროკურორი გააკეთონ და კი ბატონო ჩვენ პირადად მივალთ და მადლობას გადაუხდით მათ და აქციას 8-შიდაც პირადად მე ვარ პასუხისმგებელი სამადლობელს გავაკეთებ სამადლობელ აქციას გავაკეთებ და მადლობას გადაგიხდით ეს ხალხი ის თითოეულსგან 10 ადამიანი კიდევ მოსული ძირითადად ქალბატონები არიან დედები არიან მოსული და ძალიან ბევრი კიდე აქ ვერ მოვიდა ძალიან ბევრი პედაგოგი ვერ მოვიდა ძალიან ბევრი ირაკლის შემდეგ ერთ რაღაცას კიდევ ვიტყვი დაამთავრე ირაკი ნახეთ მე აქ რომ მოვედი საპატრულო პოლიციის მანქანა გაჩერდა მივედი მადლობა გადაუხადე რომ რაღაც რო არ მომختارიყო მისთვის მოვიდნენ და ასეთი რამ გხოვე ჩვენ აქციაზე შეიძლება რაღაცა შეგვეშალოს არ ვიცოდეთ მოდით მითხარით ხარს ნუ ავნებთ რამეს და რაღაცას ნუ გააკეთებთ ხო მადლობა გადაუხადე მე სამართალ დამცავებს იმისთვის რომ აქ ჩვენ დავეცავით და რამე გადაცნობა ჩვენ თუ მოგვივიდო და მათ არ დაეშვათ აღადგინეთ ნდობა მადლობა მომბრძანებისთვის გამბედაობისთვის ხალხის შემოსვლა არ არის მარტივი მადლობა ამისთვის თქვენ მარტივით დაიწყეთ
რატომ არ ქონდა სურათები მიწოდებული პროკურატურისთვის? ან თუ ქონდა თვითონ რაღაცა ქონდა ტელეფონში? ამოიღეს თუ არა პოლიციის უფროსის ტელეფონი? ჩვენ არ გვერიდება იმის რა გასაჯაროება. ნურ მოგერიდება, ნურ თქვენ. ისიც დაიწყო საქმე ჩაფრთხილება. მე ვიცი ვინ არის გიგა ავალიანი. დაიწყო მაჩვენეთ. ეს მარტივი იყო. მე უნდა გამოვიკითხე თვითონ პროკურატურას. არავის არ დაუკარებია. ახლა შემოვიდა პროკურატურა შემეს მისული გამომაბუნძურა უკან და მე კანონი შემიცვალა? ვიცი შეიცვალა კანონი. სხვა დაიჭრა. მე დაინახავ თქვენ გადადგმულ ნაბიჯს. ეს არ არის კანონდარღვევით მოთხოვნა, იქ იკვეთება დამკვეთი და ორგანიზატორი. თუ თქვენ არ გაკეთეთ კონტროლერთან ბოდიშიფტი, მე თქვენისათვის ძობრივი პროკურატურას თუ თქვენ ვერ კითხულობთ, მე წაგაკითხებთ, მე ამოგაკითხებთ, სად იკვეთება ის, რომ მიაიმნაძე არის დამკვეთი, მიაიმნაძე არის ორგანიზატორი. დაიჭირეთ ხვალ, დავინახავ პირველ ნაბიჯს. მაგეც არ მინდა სამი თვის განმავლობაში მაგარი წოდეთ, სად იკვეთება რა? გენდობით და შეხვდებით. ის ვერ დაგიდგენია სამთვეში რა უნდა მოხდეს, მაშინ გამოდით აიღეთ იმ გვერდზე, სადაც დადეთ ხოლმე. მაღალი ინტერესთან გამომდინარე სრულდებთ, საზოგადოების მაღალი ინტერესთან გამომდინარე. გამოჩნდება პირველი კრედიტის ნაბიჯი. გენდობით და მომავალზე. საზოგადოებას გიბოდიშებთ მაღალი სიტყვის, მაგრამ მინდა რომ ყველამ გაიგონოს, ვიტო ხაუცაურო პასექმა მაღლა. გენერალურ პროკურატურას როგორც ხედავთ, მიმდინარეობს აქცია გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, გულშემატკივრები თხოვენ ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ვინც მის მკვლელობაში ფიგურირებს. პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენ გენერალურ პროკურატურის წინ გამოსულები ოჯახის წევრებთან შესახვედრად. ბიძინა ქუმსიაშვილი, პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი და ბაია ცანავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყვნენ გამოსულები. იმედით, რომ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეუყვანდნენ პროკურატურაში და ზედამხედველ პროკურორებთან ერთად გაისაუბრებდა, თუმცა როგორც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი მათ საკმარისი დრო ჰქონდათ პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ საქმეში ფიგურანტი პირები უკვე დასჯილი ყოფილიყვნენ, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელიც ახლახანს დააკავეს ამ საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამაზეც არ შეცვლილა და არ ყოფილა დამატებით მტკიცებულებებიო და მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს ეს პირიც, რაც აქცია დაინიშნა პროკურატურის წინ. ახლა საუბრობს ადვოკატი გიგა ავალიანის ოჯახის. რომელსაც უყურეს სანაკებო შვილი, მართლაც სანაკებო შვილი, რომელსაც ყოველდღიურად იხსენებენ. ამიტომ დღეს თქვენმა სიმრავლემ, თქვენმა გამბედაობამ, თქვენმა ანთებულმა გულმა რომ დაუდებით გვერდში ადამიანს, რომელსაც არ იცნობთ, ერთი უბრალო მოწოდებით Facebook გვერდზე. ამან განაპირობა, რომ პროკურატურა გამოვიდა. 3 თვის განმავლობაში ქალბატონთან არავინ არ გამოსულა მარტო როლისას. ჩვენ რომ მოვედით, მე მოვედით, თქვენ მოხვედით, ადამიანები მოვედით, რომლებმაც თქვით, რომ აღარ გვინდა ასეთი უბედურება ამ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს პროკურატურამ უნდა შეიგნოს არეპატიება ასეთი უკანონო მოქმედებები. ამიტომ ჩვენი ლოზუნგია გადავარჩინოთ სიცოცხლე. სხვისი სიცოცხლები გადავარჩინოთ და ჩვენ ქვეყანა დავიცვათ. ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. ხო თქვენ გინახავთ კონტენტი დაზარალებული მოვიდა ჩვენთან, რომელიც ასევე არ იცნობ. გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ითხოვენ გადაკვალიფიცირდეს ასევე ეს საქმე და ჯგუფურ მკვლელობაზე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან მათი თქმით საქმის მასალები სწორედ ამას იუწყება, რომ რამდენიმე ადამიანის მიერ წინასწარ განზრახვით
მოკლეს გიგავალიანი პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენ ცოტა ხნის წინ გამოსულები, როგორც უკვე გითხარით, აქცია კვლავ მიმდინარეობს გენერალურ პროკურატურასთან. ოჯახის წევრებმა უარი თქვეს ახლა გენერალურ პროკურატურაში შესვლაზე და ზედამხედველ პროკურორებთან გასაუბრებაზე, ვინაიდან აქამდე მათ დანიშნული ჰქონდათ გენერალურ პროკურორთან შეხვედრა, თუმცა როგორც პროკურატურის წარმომადგენლები ამბობენ, რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო მათ ვერ შეძლეს შეხვედრა. ამიტომ 8 იანვრამდე აძლევენ გიგავალიანის ოჯახის წევრები პროკურატურას ერთგვარ ვადას, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და დაისაჯოს ყველა დამნაშავე ფიგურანტი პირი ამ საქმეში. სწორედ ამის შემდეგ, თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, ისინი საპასუხოდ მადლობასაც კი გადაუხდიან, თუმცა თუ 8 იანვრამდე პროკურატურის მხრიდან არანაირი ცვლილება არ იქნება ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მაშინ ისინი ამბობენ, რომ სწორედ აქ გენერალურ პროკურატურის წინ გაიმართება კვლავ აქცია და გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ოჯახის წევრის გიგავალიანისთვის სამართლიანობის აღდგენისთვის. აქცია გრძელდება, აქ შეკრებილი არიან სხვა შვილმოკვული დედებიც მათ შორის, გიგავალიანისა და მისი ოჯახის მეგობრები, გულშემატკივრები და ისინი ახლა ერთმანეთთან საკუთარ გამოცდილებებს აზიარებენ. ნეტგაზეთის ლაივის უყურებით, მეტროებით და გამშვიდობებით, საერთოდ ნელ-ნელა დაიშლებიან აქციის მონაწილეები და გიგავალიანის მხარდაჭერები. მანამდე კი დავალოდებით პროკურატურის პასუხს მისი ოჯახის წევრების მოთხოვნების ნახავარს.